მოგესალმებით, ვიმყოფებით გადაცემა ალგორითმის სტუდიაში. საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის დღევანდელი გადაცემა, იმიტომ რომ მიწევს გადაცემის წამყვანის როლში ყოფნა. საინტერესო სტუმართან ერთად გიერთდებით, თუმცა ვიდრე უშუალოდ სტუმარს წარგიდგენდეთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეხება კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს თანამედროვე მსოფლიოში, საქართველოში რა მდგომარეობა გვაქვს. და პროექტი მიმდინარეობს ქართული მედია ჯგუფის ხელშეწყობით, პროექტ მეტალაბის ფარგლებში. ამ სტუდიიდან შეგვეძლება რომ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც დღეს მსოფლიოს წინაშე როგორც ახალი ტიპის გამოწვევა, ისე აღმოჩნდა. გადაცემის სტუმარი არის პროექტ მეტალაბის ტრენერი და კიბერუსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტი ოთარ კვირიკაშვილი. რომელსაც მადლობას ვეთქვი იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მოგვიწევს დღეს საუბარი. შევეცდები, რომ ვიდრე უშუალოდ ოთართან გადავალ საუბრისკენ, მანამდე გითხრათ რა თემები იქნება ჩვენი დღევანდელი საუბრის ძირითადი თემები. სამი ძირითადი თემა ვფიქრობ, რომ ამ დროში შეიძლება რომ მეტნაკლებად განვიხილოთ, იმის მიუხედავად ოთარ რომ ძალიან ვრცელი თემებია სამივე, მაინც ვცდილობ რომ მოვასწროთ და მეტნაკლებად რაღაცა სამივე ამ საკითხს შევეხოთ. პირველი რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ, უკრაინის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, პავუტინას სახელით ცნობილი, სპაიდერვები, მისი ინგლისური სახელწოდება. 2025 წლის 1 ივნისს კაცობრიობამ სრულიად ახალი რეალობა დაინახა, მას შემდეგ რაც რუსულ სამხედრო ავიაბაზებზე მოხდა უკრაინული დრონებით განხორციელებული სპეცოპერაცია, შეტევა, რომლის ფარგლებშიც ფაქტობრივად ვნახეთ ის, რომ რუსული სამხედრო სტრატეგიული ავიაბომბდამშენები 35%, აი ესეთი ამ ტირანული სახელმწიფოს 35% რამდენიმე წუთში სრულად განადგურებული იქნა და ეს მოხერხდა ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგად, რომელიც მიმდინარეობდა 18 თვის განმავლობაში, რაც ამ დრომდე ვიცით და რომლის დროსაც გამოყენებული იყო ძალიან ბევრი ინოვაციური და აქამდე უცნობი მეთოდი, იგივე დრონების იერიშისთვის და დრონების მართვის სისტემისთვის, რომელზეც ოთართან ერთად ვისაუბრეთ. ეს იქნება პირველი თემა. მეორე თემა მინდა რომ რა მოიტანა უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის განვითარების თვალსაზრისით უკრაინა-რუსეთის ომის ფარგლებში განხორციელებულმა ინოვაციებმა და სამუშაოებმა, რომელსაც მართავს პირველ რიგში უკრაინის სახელმწიფო, იმიტომ რომ უკრაინა აღმოჩნდა ძალიან ძლიერი და სწორად მომზადებული იმ თვალსაზრისით, რომ გააზრებული, ესე მინდა ვთქვა, უფრო სწორი ტერმინი იქნება, რომ უკრაინა სწორად ჰქონდა გააზრებული, რა როლი შეიძლება ეჭიროს კიბერუსაფრთხოებასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას თანამედროვე ომების სტრატეგიებში და რა მდგომარეობა გვაქვს ზოგადად ამ თვალსაზრისით დღევანდელ მსოფლიოში. და მესამე საკითხი მინდა რომ შემაჯამებელ ნაწილში საქართველოში რა გამოწვევები გვაქვს ოთარ, რაზე შეიძლება სახელმწიფო აგებდეს აქცენტს და რაზე არაფერს აკეთებს პრინციპში, ანუ ეს ახლა წინასწარ არ ვიტყვი მაინც, იმიტომ რომ დაველოდები შენგან იმ მოსაზრებებს, რა როლი უჭირავს დღეს საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, კიბერუსაფრთხოების მიმართულების ტენდენციების გააზრებას, დაგეგმვას, რაღაცა. აი, მოდი წინასწარ მე მაინც ჩემ განწყობას არ ვიტყვი, დაველოდები იმას თუ ბოლოს გადაცემის ფინალში რას გვეტყვი, რა მდგომარეობა გვაქვს. დავიწყოთ მოდი აი ამ სპეცოპერაციით, რომელიც არ ჩამოდის დასავლური თუ არამხოლოდ დასავლური საინფორმაციო არხების პირდაპირ ანუ სამაუწყებლო ეთერებიდან მთელი მსოფლიოს პრესა საუბრობს ამ უნიკალურ სპეცოპერაციაზე, რომელიც ფაქტობრივად ტექნოლოგიებისა და ციფრული მიღწევების შედეგად მინიმალური დანახარჯების ფასად მაქსიმალური ეფექტი იქნა მიღწეული ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში და აი რა მოხდა რეალურად, აი რა ვიცით ამის შესახებ. მადლობა ლექსო, მადლობა აი ესეთი საინტერესო შესწავლისთვის და იმ კოლაბორაციისთვის.
რაც დღევანდელ გადაცემაში გველოდება, ძალიან ასე ვთქვათ, უნიშნულოვანესი თემაა, განსაკუთრებით ჩვენთვის, ქართველებისთვის და ახსენე კიდეც, რაზეც უკვე გადაცემის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ ბოლოსკენ, ამ თემას შევეხებით და ფართოდ გავშლით, თუმცა მანამდე ვიტყვი, რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა, რომელიც ალბათ 100 წლეულების შემდეგაც რაღაცა ომის და ასე ვთქვათ, ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანილი იქნება, როგორც თანამედროვე გარდამტეხი უნიკალური შემთხვევა, როდესაც ტექნოლოგიურმა პროგრესმა, ასე ვთქვათ, წელში გადაამტრია ძველი, ასე ვთქვათ, ძველი, მაგრამ ძლიერი, ანუ სამხედრო ინფრასტრუქტურა და ის შესაძლებლობები, ასე ვთქვათ, ის აღქმებიც, რომ ვიღაცა უძლეველია, ვიღაცას დიდი სამხედრო რესურსი გააჩნია, ჩვენ დავინახეთ, რომ რეალურად სულ რამდენიმე 1000 დოლარის ხო რაღაც ღირებულების დრონებით მილიარდობის ზარალი მიადგა რუსეთს და ეს არ გამოიხატება მხოლოდ ამ შემთხვევაში არ ითვლება, ასე ვთქვათ, არ დაითვლება მხოლოდ ფულად ზარალში და არც სამხედრო ინფრასტრუქტურულ ზარალში, ეს არის რეპუტაციული ზარალიც, ეს არის მსხრევად რუსული, ასე ვთქვათ, რაღაც უძლეველობის მითისაც სტერეოტიპების. კი ბატონო, ეს არის მსხრევად რუსული სპეცსამსახურების უძლეველობისაც და ეს ძალიან დიდ არეულობას გამოიწვევს. ანუ გარდა იმისა, რომ მატერიალური ზიანი არის დიდი, სამხედრო ინფრასტრუქტურა განადგურებული, რეპუტაციული ზიანია და ზიანიც არის ახლა ნებისმიერი ადამიანისთვის რო გეკითხა თუნდაც ერთი კვირის წინ, ნებისმიერი ადამიანი გეტყოდა, რომ რაღაცა FSB და რუსული გერეუ და ესვერი მუშაობენ და მსოფლიოში საუკეთესოები არიან, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ ზუსტად FSB-ს ხვირწინ და თვალწინ გაუკეთეს ესეთი ოფისი განლაგებული, შტაბი განლაგებული, წელიწადნახევრის განმავლობაში ესეთი სპეცოპერაცია და თან რაც ყველაზე მთავარია, მართალია ახლა ვახსენეთ ჩვენ რომ მესამე ნაწილში განვიხილავთ, მაგრამ საქართველოს ამბავს, მაგრამ რაღაც თან მთავარი და თან რაღაც დონეზე ტკივნეულიც არის ჩვენთვის ქართველებისთვის. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მოხდა ეს ყველაფერი. უკვე მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი საუბარი გვაქვს იმაზე, რომ ეს დრონები იმდენად იყო დამუშავებული, რომ რაღაცა უკვე დასწავლული, ანუ რაღაცა გონი ქონდათ, ანუ ხელოვნურად ჩავთვალოთ, რომ მოაზროვნე, ანუ ეს აღარ იყო ჩვეულებრივი რაღაც სათამაშო დრონები, ან თუნდაც ის საომარი დრონები, რასაც იყენებდნენ თუნდაც ადამიანები 2-3 წლის უკან, ეს იყო რაღაცა ადამიანური გონით, რაღაცა საუკეთესო გონით აღჭურვილი დასწავლული დრონები, რომლებმაც ერთს მხრივ ტექნიკურად როგორ არის, ანუ რა მაინტერესებს, იცი, ანუ ადგილზე რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა ამ დრონების შექმნა, იმ რაღაცა ფუნქციების მინიჭება თუ ამ და მოკლედ ეს დრონები გამოირჩევა იმითაც, რომ მათ გვერდი აუქცეს რუსულ რადარებს, ასე ვთქვათ, EW ტიპის რადარებს, ელექტრონული ომის რადარებს და მთავარი ინოვაცია არის ეს, რომ ერთის მხრივ აუქციეს გვერდი, მეორეს მხრივ რადარებიდან წამოსული ამაბნეველი სიგნალები, ხო? კი, აი მოკლედ რო ჩავშალოთ ეს თემა, რუსული რადარები აღჭურვილი არის რამდენიმე მიმართულებით. ერთი არის ჯემინგის ფუნქცია, რომელიც ახშობს სიგნალებს და ასე ვთქვათ, დრონს აღარ აქვს მართვის პულტთან, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია და ვეღარ აკეთებს იმას რა და ამას უკრაინულმა დრონებმა როგორ აუქციეს გვერდი. აი ვიტყვი, მეორე არის აი ჯერ რუსულ რადარებზე გავაკეთებ რაღაც მოკლე შესავალს, მეორე არის ეს არის სპუფინგის სისტემა, ანუ სპუფინგის ფუნქცია, რომელიც ყალბი კოორდინატორები კოორდინატებს აწვდის, ყალბი GPS კოორდინატებს აწვდის და დრონი უკვე ვეღარ იგებს რა ადგილზე იმყოფება და ცდარ არჩევანს აკეთებს, ასე ვთქვათ, და არიდებს სამიზნეებს და მეორე ეს არის ელექტრომაგნიტური იმპულსები, როდესაც დრონს ჩამოაგდება. აი განადგურება შეიძლება. ხო, და ეს რადარები, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად მუშაობდა აქამდე. თუმცა, აი სწორედ ახალი ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უკრაინელებმა შეძლეს ის, რომ აი ყველაფერი ამისგან დრონი შეინახება.
ყველა ამ თვისების საწინააღმდეგო ფუნქციით შეინიღება დრონი და იმ შემთხვევისთვისაც თუ რუსები ისე იყო ეს დრონები გაკეთებული. აი ჯემინგის შემთხვევაში რა ხდებოდა? აი ჯემინგის შემთხვევაში მაგალითად თუ სიგნალს აღჩობდი ალტერნატიულ საკომუნიკაციო არხებზე, კი ბატონო, ესე იყო ნასწავლი, რომ ალტერნატიულ საკომუნიკაციო არხებზე გადადიოდა ეს ალტერნატიული საკომუნიკაციო არხები რა არის? ინტერნეტი თუ რა? არა, ინტერნეტი არა. აი აქამდე, აი უყურე, აქამდე თუ სხვა ეს დრონებს თუ მაგალითად კომუნიკაცია, კი, დრონებს მაგალითად ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვს, ან მართვის იმასთან შტაბთან აქვს კომუნიკაცია. თუ ამასაც ჩაუხშობდი, ეს დრონი ისე იყო გაწვრთნილი და თუ სპუფინგს გამოიყენებდი, კი ბატონო, თუ სპუფინგის სისტემასაც გამოიყენებდი და ყალბ GPS კოორდინატებს მიაწვდიდი იმისაც, რომ აგერია ასე ვთქვათ, მისთვის თავგზა, ჯერ ერთი დრონი ისე იყო დაპროგრამებული, რომ ამოცნობა შესძლებოდა ამას ამ ყალბი ვთქვათ სიგნალის ამოცნობის და მეორე შემთხვევაში თუ მაინც ყალბ სიგნალს აწვდიდი, ისე იყო დამონტაჟებული, ისე იყო ნასწავლი დრონი, რომ მას რა მიზანიც ჰქონდა, ზუსტად იმ მიზნამდე მისულიყო და ასე ვთქვათ, ავტონომიურ სიტუაციაში, როდესაც ყველაფრიდან გათიშავდი, მისულიყო მიზნამდე. მაგრამ კიდევ ვიძახი, ესაც ვერ შეძლო რუსულმა რადარებმა, ასე ვთქვათ, ვერც ჩაახშეს, ვერც ამოიცნეს, ვერც იპოვეს საერთოდ, მაგრამ იმ შემთხვევისთვისაც იყვნენ მეთქი გაწვრთნილები, ვიძახი, რომ თუ ამასაც თუ შეძლებდნენ, მაინც ვერ მოეხერხებინათ ამ დრონების შეჩერება და ამიტომ იყო უნიკალური და ამიტომ იყო რაღაცა წარმოუდგენელი ინოვაცია. მთელ ამ ინოვაციურ მიდგომებში ყველაზე მეტად მაინც აი ჩემთვის ის გასაოცარი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ დრონები ადგილზე არჩევდნენ კონკრეტულად უფრო მნიშვნელოვან ობიექტებს, ანუ იგივე სითბური ანაბეჭდის საშუალებით, აი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისე ჰქონდათ ნასწავლი მათ რუსული საავიაციო სისტემა და რუსული საავიაციო ობიექტები, ისინი შედარებით ახალ ბომბდამშენებს არჩევდნენ რამდენადაც ვიცი და იმას ეცემა. კი ბატონო, ანუ სითბური ანაბეჭდის მეშვეობით ისინი ურტყავდნენ პირდაპირ წინასწარ განსაზღვრულ სამიზნეებს. უკრაინელებმა გამოიყენეს Swarm-AI სისტემა. ეს მოკლედ უზრუნველყოფდა თუ დრონები ერთდროულად აეშვებოდნენ მიზნის მიზნის დასარტყმელად, მათ ერთმანეთთან ჰქონდათ კომუნიკაცია დრონებს და გადაენაწილებინათ მიზნები, ასე ვთქვათ, პრაგმატულად და პრაქტიკულად, რომ მეტი დანახარჯი არ ყოფილიყო და დიდი დანახარჯი არ ყოფილიყო და ასე ვთქვათ, მინიმალური დანახარჯით მოეხდინათ მაქსიმალური ძალიანობაში შეგვიძლია რამდენი ადამიანი იყო ამ ოპერაციაში ჩართული. აი ამ ოპერაციას ეხლა რა სისტემაზე რამდენი იქნებოდა სავარაუდოდ რუსეთის ტერიტორიაზე რამდენი სისტემაზე ჩვენ საუბრობ დრონების უკვე მართვას და ასე ვთქვათ დაწყებას ალბათ ეყოფოდა 2-3 ადამიანიც უკვე გამზადებული სიზე როდესაც უკვე შეტევა განახორციელეს საუბარია ინტერის დარტყმაზე ხო საუბარია ინტერის დარტყმაზე თუმცა როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ხდება ცნობილი 5 ადამიანი აწყობდა ასე ვთქვათ თითო ასე თქვა დასარტყმელ შტაბს იმ კონტეინერებს 5 ადამიანი აწყობდა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა კონტეინერებს ვიცით რომ რამდენიმე ადგილიდან განხორციელდა და შეტევა და ძალიან მცირე რესურსებით ეს ნუ აქ თუ წარმოვიდგენთ რომ გამოყენებული იქნა computer vision ანუ ხელოვნური ინტელექტს აქ რამდენიმე შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ რომ 50 მილიონიც მცირე რესურსია ხო არა, უკრაინას ამ შემთხვევაში სწავლებაში რა დაუჯდათ, არავინ იცის, მაგრამ თუმცა ეს დრონები, ეს გაწვრთნილი დრონები $500-დან $1000-მდე ჯდება. $500-დან $1000, ეხლა წარმოვიდგინოთ 117 დრონი იყო, სადღაც $55,000-60,000 დაჯდა. ნუ ეხლა იქ ჩატანასაც კონტეინერებით და აქაც თავისი ფული დაჯდებოდა, სწავლაშიც თავისი ფული, თუმცა რომ რაღაც შრალად რომ ვიანგარიშოთ, სადღაც $1,000,000 დაჯდა. ეს ყველაფერი $1,000,000 დაჯდებოდა. სადღაც შეიძლება მეტიც დაჯდა, ვთქვათ, თუნდაც 10 მილიონი დაჯდეს, თუმცა ღია წყაროებზე დაყრდნობით 7
7 მილიარდის ზარალი მიაყენა კიდევ ვიძახით და 7 მილიარდი და რეპუტაციული ზიანი და მილიონი რაღაც დაუშავდა რუსეთს. დადუმებულია თელი რუსული მედია საერთოდ არაფერს არ ამბობენ ეთერებში. კი ბატონო, რაზეც დღემდე ვერ გამოვიდნენ როგორც ჩანს შოკიდან. თან აქ რაც ყველაზე მთავარია და გასათვალისწინებელია, ეხლა ვხედავთ, რომ ხელოვნური ინტელექტი არის რაღაც პირველ ეტაპზე. სანამ გადავალთ უკვე ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, AGI-ის ეპოქაში და იმ დღეს სხვათა შორის ტრენინგზეც ვახსენე, რომ ხელოვნური ინტელექტს აქვს რამდენიმე მიმართულება. ერთ-ერთი მიმართულება ალბათ მაყურებელმა კარგად იცის, რომ ეს არის ეს LLM მოდელები, ანუ დიდი ენობრივი მოდელები, რის მიმართულებაც არის ChatGPT, Grok, Gemini და ასე შემდეგ. თუმცა სამწუხარო რეალობა არისო, მინდა ბოდიში გაგაწყვეტინე, მინდა ამას შევეხოთ ამ საკითხს, რომ საქართველოში ხელოვნური ინტელექტი უფრო ფართო ჯგუფებში მაინც ჯერჯერობით აღიქმება მხოლოდ ChatGPT და არაფერი მეტი. აი თუმცა გაცილებით ფართო და ვრცელია ეს. თუმცა აი ლექსორი ის თქვა მინდა თუმცა ხელოვნურ ინტელექტს აქვს რამდენიმე მიმართულება და ერთ-ერთი არის computer vision, ანუ ხედვის ანუ მიმართულება და ერთ-ერთია აქ არის კიდევ მანქანური სწავლების მიმართულება. აი თუ კი რამე მიმართულები, აი ეს computer vision რაში გამოიყენება? ეს გამოიყენება იმაში, რომ დრონები გაწვრთნა, მაგალითად, ცუდამენტში ან ღამეში ამოცნობა იყოს რეალობას. კი, ამოცნობა შეძლონ, ასე ვთქვათ, თავდას რაღაცა სამიზნე ობიექტის, ასე ვთქვათ და სითბური ანაბეჭდის მეშვეობით ზუსტად წერტილოვნად დაარტყა. აი უკრაინელებმა აბსოლუტურად აი მანქანური სწავლების ელემენტები, computer vision-ის ელემენტები, თუ კი რამე დღესდღეობით ინოვაციური, ახალი, აი ჯერ არ გამოყენებული, აი ეხლა შემოვიდა, აბსოლუტურად ყველაფრით აღჭურვეს ეს დრონები, ყველაფერი გამოიყენეს იმისათვის, რომ მიზნამდე მიეღწიათ და ჩვენ ხედავთ მახსოვს პეიჯერების სისტემა, ისრაელმა გააკეთა ტერორისტების წინააღმდეგ. ხო, ეს სისტემა და ისიც რაღაცა ძალიან უცნაური სპეცოპერაცია იყო, მაგრამ ხო, ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ამას ჰქონდა განსაკუთრებული მასშტაბი და თან იმიტომ ჰქონდა განსაკუთრებული იქ თუ კიბერუსაფრთხოების ელემენტები იყო ბევრი და იქ თუ უფრო ჰაკერები იყვნენ ჩარეულები ისრაელის ამბავში, აქ უკვე ხელოვნური ინტელექტი იყო წინა პლანზე და თან ამ მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იყო ძალიან საინტერესო. რუსული სპეცსამსახურები რას განიხილავენ ახლა შენი აზრით, ანუ რაზე უნდა მუშაობდნენ ამ წუთში, აი რა თავდაცვის შესაძლებლობა ჰქონდათ აი იმის მიუხედავად, რაც უკრაინულმა სპეცოპერაციამ აჩვენა, აი რითი შეეძლოთ რუსულ სპეცსამსახურებს, რომ ეს აეცილებინათ თავი? ეს შეეძლოთ რუსულ სპეცსამსახურებს ალბათ დღეს ტრენინგზე ვახსენე ეს, რომ აი მაგალითად ოსინტი, ჰუმინტი, იმინტი და ეს დაზვერვის თუმცა ეს ქვეყანა იმდენად ძირიდან არის კი, აი ზუსტად მაგაზე მაკეთ მიდივარ ლექსო, მოკლედ იმ დღეს ტრენინგზეც ვახსენე, რომ ამ დაზვერვის სახეობები, სადაც ეს ინტელიგენს ურევია, ყოველთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ჰუმინტი, ეს ადამიანური ნაწილი, როდესაც შეიძლება ვიღაცა გადმოიბირო და ამის მეშვეობით გაშიფრო და რაღაც სპეცოპერაცია ჩააგდო. ჩვენ გავინახეთ, რომ შეიძლება არსებობდეს ვარაუდი, რომ ამ სპეცოპერაციაში რუსული მხრიდანაც ვიღაცები შეიძლება. ხო და ამას ვიძახი სწორედ, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინა წელიწად ნახევარი ამზადებდა სპეცოპერაციას და რეალურად ეს ძლევამოსილმა FSB-მ ბრჭყალებში ვერ გაიგო ეს ამ სპეცოპერაციის დეტალები, ისე ჩაუტარეს საკუთარ ქვეყანაში სპეცოპერაცია და ისიც დავინახეთ, რომ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შეიტანეს ეს დრონები ადგილზე და დიდი ეჭვია, რომ თლათ ესე ყველაფერი, ასე ვთქვათ, ყველაფერში ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები არ იქნა გამოყენებული და ასე ვთქვათ, მოსყიდული წყავდათ, თუნდაც ადგილზე აი ეს ადამიანური ფაქტორიც იქნა გამოყენებული, რადგან ფაქტია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარდა, ხო და ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირიც ამან დააქცია და დაღუპა ქრთამმა, კორუფციამ, გამყიდველობამ და უკვე როდესაც იშლება ყველა სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციები, სხვადასხვა ინსტიტუციები. რამდენად აქვს პუტინის ტერორისტულ რეჟიმს იმისი რესურსი და უნარი, რომ მიყენებული ზიანი აღიდგინოს სწრაფად და გააგრძელოს ის შინელი ფიქრობ, რომ იმ ხელა რეპუტაციული ზიანი და რამდენად შენი
ვარაუდით, ძნელია ახლა ამაზე პასუხისგაცემა, მაგრამ აი ეს კონკრეტული ზიანი, რაც ახლა მიადგა, რამდენად მოახდენს ომის დამთავრებაზე გავლენას. მე ვფიქრობ, რომ იმდენად დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგათ, რომ ამას ბალისტიკური რაკეტებით და იმ იარაღის ჟღარუნით, რასაც ახლა ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ აი პუტინი აპირებს ატომური ბომბის ჩამოგდებას, პუტინი აპირებს ბალისტიკური რაკეტებით, ასე ვთქვათ, თავდასხმას და ამ შემდეგ, ამით ვერ უშველიან, რადგან უკრაინამ ამ შემთხვევაში ჭკუით რა ვიცი, უამრავი სხვა მიმართულებით, ტექნოლოგიებით აჯობა რუსეთს. დავინახეთ, ხო? ფაქტია, ეხლა არ ვიცი. ამის გარდა ხედავთ, რომ რუსეთი საგრძნობლად სუსტდება, ხო? ყირიმის ხიდის აფეთქება ვნახეთ. ისიც ერთ-ერთი უნიკალური სპეცოპერაციაა. ხო და სწორედ ამას ვიძახით. ამაშია ზუსტად ტექნოლოგიების ძალა, რომ მინიმალური დანახარჯით მიაღწიო მაქსიმალურ შედეგს და უკრაინა ამ ყველაფერს ძალიან კარგად იყენებს და ვხედავთ, რომ აი რაც დავთვალეთ ეხლა, რა ვიცი, შეიძლება $1,000,000-საც არ იყოს. ანუ ის $1,000,000 შეიძლება სწავლაში წასულიყო ამ ყველაფრის დასწავლაში, როდესაც სისტემებს და დრონებს ასწავლებს. 50 მილიონი რო ყოფილიყო უკრაინის შემთხვევაში. ბატონო, 1000-ჯერ ნაკლები რეალურად გამოსვლის, რომ 1000-ჯერ ნაკლები დანახარჯით აღწევ შედეგს და ამან ფაქტიურად ასიმეტრიული უპირატესობა მისცა უკრაინას ამ ომში და ჩვენ და ყოველდღიური შიშის ქვეშ გააგრძელებს დარწმუნებული ვარ პუტინის ტირანული რეჟიმი, იმიტომ რომ ეს იყო ერთი ოპერაცია და კაცმა არიცის მით უმეტეს ამ ტექნოლოგიებზე, აი მაგალითად იმ დღესაც ვახსენე, როდესაც რაღაცა ტექნოლოგია გამოდის და როდესაც რაღაცა ტექნოლოგია ეშვება, ასე ვთქვათ, ხელსაწყო, AI ხელსაწყო, ჩვენ ძველებურად რო გვაქვს ეს ფსიქიკა მოწყობილი, ადამიანები ფიქრობთ, რომ აი მეორე ესეთი როდის გაკეთდება და ვთვლით ხოლმე, რომ აი ალბათ ერთ წელში იქნება, ორ წელში, მაგრამ მეორე დღეს რომ მოძებნო მსგავსი ხელსაწყო შეიძლება 100 იყოს უკვე სოკოსავით გამრავლებული. ეხლა ეს შეტევა მე ჩემი აზრით სამხედრო ასე ვთქვათ ფრონტზე და აი მთლიან როგორც ეძახიან ამ სამხედრო თეატრში იმხელა ასე ვთქვათ კატაკლიზმებს გამოიწვევს იმდენი ახალი ტექნოლოგიურადაც დიდი ნახტომია თავისი. კი, იმდენი ახალი ტექნოლოგიური რაღაც წამოვა და იმდენი ტექნოლოგიური ასე ვთქვათ ინოვაცია წამოვა ამ მიმართულებით კაცმა არ იცის კიდევ ვის რა სიურპრიზი მოელის და რა თქმა უნდა უკრაინა ჩემთვის მაინც ყველაზე მიმზიდველი ამ ამბავში არის ის რომ მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან პირადად პრეზიდენტ ზელენსკის მიდგომა რომ მოახერხა და სპეცოპერაციის განმახორციელებელი ყველა პირი გაიყვანა რუსეთის ტერიტორიაზე და განახორციელა რასაც აკეთებს საპირისპირო შემთხვევაში პუტინი ხოლმე რომ თავისი ადამიანური ფაქტორი არაფერს არ ნიშნავს ადამიანი ზელენსკიმ გაიყვანა ყველა და სპეცოპერაცია შემდეგ ჩატარდა და თან რა არის აქ ყველაზე საინტერესო და ჩვენ საქართველოს რეალობას თუ შევატარებთ უკრაინელები არა მარტო მაგ მიმართულებით არამედ აი მთელი ტექნოლოგიური მიმართულებით ცდილობენ რომ ინოვაციებს თავიდან ბოლომდე ფეხი აუწყონ და თუ რამე გადაარჩინა და უკრაინა ზუსტად ამ საკითხზე მინდა რომ გავაგრძელოთ ოთო საუბარი ანუ აი როგორ ცდილობენ ანუ უცბად არ მოვსულა ეს ტექნოლოგიური პროგრესი რომელზეც ახლა საუბრობთ და ეს მიღწევაც რაც უკრაინის სახელმწიფომ ამ სპეცოპერაციის გვაჩვენა ანუ მე გადავხედე ისევ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამ გადაცემამდე ვცადე რომ მომეპოვებინა ინფორმაცია და ძალიან ბევრი ინფორმაციას ვაწყდები უშუალოდ სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან როგორი სტრუქტურები იქნება რა საკანონმდებლო ბაზები არსებობს რა წინაპირობები არსებობს იმისა რომ კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სახელმწიფომ თავისი პასუხისმგებლობა იგრძნოს და ამის მიმართულებით იმუშაოს და ისევ მაგალითად პირველი რაც ვცადე იყო ის რომ ხელოვნური ინტელექტს იგივე ChatGPT-ს ვკითხე ეთქვა რა სტრუქტურები არის უკრაინაში კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ოფიციალური საჯარო სტრუქტურები, თუმცა პასუხი არის ესეთი, რომ არსებობს არათუ საჯარო სტრუქტურები, არამედ არსებობს ნახევრად საჯარო სტრუქტურები და ნახევრად სამხედრო სტრუქტურები. ნუ ერთ-ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს და არის ყველაზე ძველი, არის CERT-ი, რომელიც საქართველოშიც არსებობს, თუმცა CERT-ი ყველა ქვეყანაში არის, ეს არის კიბერ შეტევები
შემთხვევებზე ინციდენტებზე პრევენციისა და რეაგირების ცენტრი კი ინციდენტებზე, თუმცა არაფერი არც მათი ანგარიშები არ გვესმის ჩვენ, არც მათი მუშაობის შესახებ საქართველოში არაფერი ვიცით. ერთ-ერთი ძველი, ყველაზე ძველი ეს არის უკრაინაში, ევროპის ქვეყნების პარალელურად 2007 წელს არის და მეორე ძირითადი სტრუქტურა, რასაც ვფიქრობ, რომ არის როგორც საჯარო სტრუქტურა, არის ინფორმაციული ტრანსფორმაციის სამინისტრო. ინფორმაციული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიების სამინისტრო. ტექნოლოგიების სამინისტრო უკრაინის თავდაცვის მთავარ სადაზვერო სამმართველოსაც აქვს გურს, აქვს კიბერუსაფრთხოებისა და საინფორმაციო ოპერაციების სტრუქტურა, სახელმწიფო სპეციალური კავშირგაბმულობის ინფორმაციული დაცვის სამსახური. საუბარი არის დაახლოებით 10-15 დიდ უზარმაზარ სტრუქტურაზე, რომელიც არის უშუალოდ უკრაინული საჯარო სტრუქტურა და არის ასევე საერთაშორისო სტრუქტურა, რომელიც კონცენტრირებული არის ამ ეტაპზე უკრაინაში და დიდი მასშტაბით მასში პროექტებში ჩართულები არიან როგორც საჯარო თანამდებობის საჯარო სამსახურების წარმომადგენელი პირები, ასევე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თავის როლს ასრულებენ. ანუ ბევრი პლატფორმა არსებობს ისეთი, რომლის მეშვეობითაც უზარმაზარი ინფორმაცია მიეწოდება კიბერუსაფრთხოების ცენტრებს. საუბარი არის მაგალითად ერთ-ერთი პროექტი არის Digital Transformation ისევ ამ ტრანსფორმაციის სამინისტროში არის ერთ-ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც 12500 სამიზნე ობიექტის დადგენა ხდება ყოველ კვირეულად. ესეც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით, ესეც რაღაცა საჯარო წყაროებიდან მოპოვებული დოკუმენტებისა და რუკებისა და სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით და აი ამას იყენებენ სახელმწიფო ხელოვნური ინტელექტის და OSINT-ის ასე ვთქვათ კოლაბორაციის, რაც სხვათა შორის ამ დრონებთან დაკავშირებითაც გამოიყენეს, ასე ვთქვათ კოლაბორაციის შედეგად თუნდაც სხვადასხვა სამიზნე ობიექტების დადგენა და შემდეგ უკვე ამ სამიზნე ობიექტებზე სხვადასხვა შეტევების განხორციელება. თუმცა ახლა რაც ჩამოთვალე ძალიან საინტერესო თემაა და ეგ მინდა რომ საქართველოს შევადარო 90-იან წლებს უკრაინელებს ზოგადად როგორც ესტონელებს, რუსებს, ასე ვთქვათ 90-იანი წლებიდან უკრაინაშიც, ესტონეთშიც, რუსეთშიც იყო ბევრი ასე ვთქვათ საინჟინრო ქარხნები. როდესაც ვეცნობით მაგალითად რუსეთის ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირის ვთქვათ კიბერუსაფრთხოების დაბადების ისტორიას 90-იანი წლებიდან რუსეთშიც და უკრაინაშიც კიბერუსაფრთხოება იბადება ესე, კიბერუსაფრთხოების მიმართულება ზოგადად, რომ მაგალითად ვინც იყვნენ ინჟინრები, საბჭოთა ინჟინრები. საუბარი ეს მითია თუ რეალობა, რომ უკრაინელები იყვნენ ყველაზე მეტი მეცნიერები ამ მიმართულებით? არა, მითი არ არის, მითი არ არის, უკრაინელებიც, ესტონელებიც და რუსებიც იქ იყო ეს ბევრი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური მაშინდელი დროით, ასე ვთქვათ, საინჟინრო ქარხნები. მამები თუ იყვნენ სიტყვაზე კომუნისტების დროს ინჟინრები რაღაც მიმართულებით, უკვე შვილები გახდნენ, ასე ვთქვათ, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები. ეს არის ფაქტი. შემდეგ მოხდა ისე, რომ იქ მაგალითად არ მომხდარა ომები, ასე ვთქვათ, ის ქარხნები შეინარჩუნეს, ინფრასტრუქტურა შეინარჩუნეს, როგორც ვთქვათ, შეინარჩუნა ესტონეთმა და შემდეგ უკვე ეს სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ნებაც იყო, რომ განვითარებულიყვნენ თავისთავად, მაგრამ იქ ის ინფრასტრუქტურა შეინარჩუნეს და შემდეგ უკვე ამ ინფრასტრუქტურაზე მოხდა გარკვეული პროექტების, ასე ვთქვათ, ორგანიზაციების, კომპანიების დაშენება. რუსეთშიც ესე ვითარდებოდა, უკრაინაშიც შეიძლება ცოტა ნაკლებად და უჭირდა უკრაინას რუსეთთან შედარებით. რუსეთში ეს ყველაფერი FSB მოაქცია თავისი ქოლგის ქვეშ. ანუ საბჭოთა ქვეყნებზე რო განვაზოგადოთ გავშალე რაღაც შორიდან მოუარე, მაგრამ FSB მოაქცია თავის ქოლგის ქვეშ, სანამ შოიგუ მოვიდოდა იმაში, რა ქვია, შეიარაღებულ ძალებში, მანამდე ძირითადად FSB აკონტროლებდა ასეთ ამბებს, თუმცა შოიგუს ჰქონდა ესეთი, ასე ვთქვათ, мотиваცია, ინიციატივა. დრომაც მოიტანა, რომ ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად უკვე ბოლო წლების ტენდენციაა. ბოლო წლებში რუსეთმა ეს მიმართულება გამოიყენა, ასე ვთქვათ, 2000. ჩემთვის ახლა წეღანაც ხაზგასმით თქვი, რომ 2007-ში უკვე არსებობდა უკრაინაში. არსებობდა სერტი, მაგრამ სერტი არის ინციდენტებზე პრევენციის რეაგირების ცენტრი, ეს არაფერი არ იყო. რადგან მაგალითებს მოვიყვან 2010-დან 20 წლამდე
უკრაინა რუსეთს ჰქონდა საცდელველად ხან დენს უთიშავდნენ, ხან რას უკეთებდნენ, დასატესტ ასე ვთქვათ ადგილად, რომ შემდეგ ამ დატესტილ ასე ვთქვათ უკრაინაში დატესტილ კიბერშეტევებს იყენებდნენ ევროკავშირის და ამერიკის ასე ვთქვათ ხან არჩევნების, ხან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. თუმცა აი ომი უკრაინამ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ კარგ გაკვეთილად მიიღო. ბოლო ასე ვთქვათ 2010-დან ომმა და 2014 ომი რო დაიწყო სხვათაშორის მანამდე უკვე მზადება იყო. მანამდე იყო მზადება, დიდი ალბათობით ასე ვთქვათ 2019 წლიდან უკვე ბოლო 3 წელი, ამაში თავისთავად ამერიკელმა ინსტრუქტორებმაც ალბათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ომი რო დაიწყო სხვათაშორის ყველა საჯარო წყაროებში ნახულობ რომ 2011-ში უკვე რაღაცეები არა იყო თუმცა საცდელველად ჰქონდათ აი რუსებს ბევრ შეტევებს უკეთებდნენ ეს რუსეთის დიდი ჰაკერული ორგანიზაციები იცით რომელიც შეზრდილია APT ეს 28 და 29 რუსულ სპეცსამსახურებთან გერეოსთან და FSB-სთან ესენი როდესაც შეტევებს უკეთებდნენ ყოველთვის თავისას აკეთებდნენ და დიდი აი თუნდაც ეს მაერსკის кейსი რო არის სადაც ეს ვირუსი უკან შეუტრიალდა რუსეთს და როსნეფტმა 10 მილიარდის ზარალიც ნახა მოკლედ დიდი ამბები ხდებოდა ხოლმე მაგრამ ომი რო დაიწყო ყველა ელოდებოდა რომ რუსეთი პირველად კიბერშეტევებს ანუ ომის პარალელურად კიბერშეტევებსაც გაუკეთებდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას გაუჩერებდა მაგრამ აღმოჩნდა საპირისპიროდ რომ უკრაინელები უკვე კარგი დაცვით დახვდნენ და უკრაინელებმა ომის განმავლობაში იმის მაგივრად რომ ყველას რო ეგონა რომ 3 დღეში დამარცხდებოდა აი ნახეთ რომ გარდა იმისა რომ თავდაცვა განევითარებინა და თავდაცვის მიმართულებით განვითარებულიყვნენ რამდენიმე ათეული უდიდესი პროექტი წამოიწყეს სამხედრო ინდუსტრიული მიმართულებით აი ეხლა ნახეთ უკვე ფაქტურად AI გარღვევა სამხედრო ტექნოლოგიებში და ვხედავთ კიდეც აი ეს დრონების ამბავიც გვიჩვენებს იმას რომ რამდენად შეიძლება შეცვალოს ტექნოლოგიამ და რამდენად შეიძლება შეცვალოს ხელოვნურმა ინტელექტმა თანამედროვე ომის თლიანი თეატრი. მე მახსენდება რომ დადგენილი ფაქტია და ყველა მიცის მთელი მსოფლიო მიცის რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთ-საქართველოს ომის დროს პირველად კაცობრიობის ისტორიაში რუსეთმა გამოიყენა კიბერ ომის ინსტრუმენტები და ანუ პირველი კიბერ ომი ითვლება საქართველოს რუსეთის ომის დროს როცა ჩვენ დაგვესხა და რა გვაჩვენა ამან ანუ აი 2008 წლის შემდეგ გასული 17 წელი და თუკი უკრაინამ 2007-დან დაიწყო მზადება 2011-ში უკვე რაღაც სტრუქტურები ჰქონდათ, სამინისტროები ჰქონდათ, ცენტრები, პლატფორმები, პროექტები, ნუ რა ვიცი, ბევრი რამე, ხო? აი მაგალითად საქართველოს რომელსაც პირდაპირ გამოცდილება ჰქონდა რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა კიბერ ომი. ამის შემდეგ აი რამე სერიოზული ნაბიჯები თუა გადადგმული საქართველოში, რა იცი შენ, მე რამდენადაც ვიცი, არაფერი სერიოზული აი მაგალითად არის დღეს რა მდგომარეობა გვაქვს და სად ვართ? ესტონეთიც არის ამის მაგალითი, მაგალითად 2007 წელს რუსებმა ესტონეთზეც მიიტანეს შეტევა ესტონეთიც დააზიანეს, დააზარალეს, მაგრამ ესტონეთმა ეს მიიღო როგორც გაკვეთილად და დღესდღეობით ესტონეთი არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიური და კიბერ მოწინავე სახელმწიფო, თუნდაც სტარტაპების მიმართულებით, ციფრულ არჩევნებთან დაკავშირებით, ტექნოლოგიებთან, უამრავი არჩევნები ესტონური მოდელი ცალკე განსახილველი თემაა ამ გადაცემაში ნამდვილად. კი, ძალიან საინტერესო თემაა, სხვათაშორის ციფრული არჩევნებიც და ესტონური მოდელიც, რასაც მე ასე ვთქვათ, საქართველოს გადარჩენის მოდელათაც მესახება ეს რეალურად ყველაზე მეტად ხელს შეუწყობს რომ ვერ გაყალბდეს არჩევნები და რაღაცა ერთ მხრივ გაყალბების საწინააღმდეგო მოდელია და მეორე მხრივ ემიგრანტების ჩართვის მოდელია და ასე ვთქვათ არჩევნების საყოველთაობას უფრო ვრცელი თემაა და გონია ის არის. მოკლედ აი რა მინდოდა მეთქვა ესტონეთმა გაკვეთილად მიიღო თუმცა საქართველოს მიუხედავად იმისა რომ პირველი კიბერომი მიიღო 2008-ში სხვათაშორის პირველი სამეზობლოსთან შედარება მაგალითად ჩვენსავით პატარა შედარებით მცირე პირველი არიან აზერბაიჯანი, სომხეთი აი მაგას მანდაც მივალ და აი მინდა ვთქვა რომ პირველი კრიმინალი ჰაკერები აი დაჭერილი ჰაკერები ვინც ყავდათ ხოლმე FSB-ს და ძალიან მნიშვნელოვანია ესაც გავიაზროთ რომ რუსეთში არასოდეს არაფერი არ ხდება FSB-ს გარეშე იქ დამოუკიდებელი ინიციატივა, დამოუკიდებელი ჰაკერი, დამოუკიდებელი ასე ვთქვათ კიბერ რაღაცა მიმდინარეობა არ არის. ყველა არის FSB-ს
ქოლგის ქვეშ მოქცეული, თუმცა მაშინ იმ პერიოდში რადგან ახალი იყო ეს კიბერუსაფრთხოება ტექნოლოგიები და ეს არ იყო განვითარებული, ვიღაცები ცდილობდნენ რომ დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, პოზიციონირება გაეწეთ რუსეთში. თუმცა ეს ხალხი რუსებმა 2006 წლიდან უკვე FSB-ს ქოლგის ქვეშ იყო და ასე ვთქვათ წამოკრიფეს ეს ხალხი და შეყრილყავდათ ციხეში. თუმცა როდესაც საქართველოსთან ომი დაიწყო, აი ეს პირველი კრიმინალი ჰაკერები და ის თავდასხმები, რაც მაშინ რუსეთმა განახორციელა, ძირითადად აი იმ კრიმინალი ესე ეძახდნენ კრიმინალ ჰაკერებს, ძირითადად პირველად აი ვარაუდოთ ამნისტიები შეეხება ამ კრიმინალ ამნისტირებული ჰაკერების შეტევები იყო ძირითადად მაშინ საქართველოზე. თუმცა ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერი ვერ ვისწავლეთ, რა პროექტებიც იყო აი ბოლოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ბრიტანეთს ძალიან ასე ვთქვათ დიდი როლი ჰქონდა და დიდი წვლილი. ის CERT-ის მიმართულებით. CERT-ის მიმართულებითაც CERT-საც აფინანსებდნენ და კიდევ რამდენიმე მიმართულება ერთი იყო USAID-ის მიმართულებით, ერთი იყო ეს ბრიტანული პროექტები, ასე ვთქვათ, სახელმწიფო საწვდიდან პირდაპირ. ამ არჩევნების შემდეგ შეგვიწყვეტეს და გაგვიჩერეს ეს ასე ვთქვათ და ეს პროექტები და დღესდღეობით საქართველო არის აბსოლუტურად დაუცველი, აბსოლუტურად ღვთის ინაბარა, CERT-ი რა თქმა უნდა არსებობს. გარდა CERT-ის რამე სტრუქტურა, არაფერი, კერძო ინიციატივების ზონაზე რამე პლატფორმები, SUS შეიარაღებულ ძალებს თავის სამსახურები ყავთ, მაგრამ კანონიც ისეა მორგებული ეს რა ქვია ინფორმაციული სუბიექტის მე ვიცი რომ საბანკო სისტემები მუშაობენ ამ მიმართულებით ეგენიც კერძოდ თავისთვის კანონიც ისეა მორგებული რომ ოტოს ასე ვთქვათ ოპერატიული ტექნიკურ დეპარტამენტს მოესმინა და ვთქვათ მეტი ორგანიზაციაში ჩარეულიყო იქაც სამ ნაწილად არის დაყოფილი ასე ვთქვათ კერძო სუბიექტების საბანკო სექტორი იქ არის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ასე ვთქვათ რამდენიმე დიდი კომპანია და შემდეგ არის უკვე მესამე სექტორი. თუმცა აქაც ისეთი დაუცველები ვართ ამ მიმართულებით, რომ დღესდღეობით თქვათ კიბერშეტევა რო განხორციელდეს საქართველოში და ალბათ ხორციელდება კიდეც, იმიტომ რომ ხედავთ რაღაცები აი დენი ჩააგრეს დიდი ხნით თქვი ეს წინაგადაცემაში ვახსენე პოსტი დაწერე Facebook-ზე რომ საცდელი ველად გვიყენებენ როგორც უკრაინას ურტყავდა და დიდი შანსია რომ ეს განახორციელონ ევროპაში და ამას მოყვა საფრანგეთში, ესპანეთში და ანდორაში გათიშვა რაღაც 3 დღეში. კი, რაღაცა ერთი დღით იქაც ჩააბნელეს და დიდი ალბათობით ეს იყო რუსი ჰაკერების გაკეთებული. თუმცა მანამდე ერთი კვირით ადრე ორჯერ გათიშეს საქართველოში, ეს ვიცით რომ ეს ელექტროსისტემა SCADA სისტემებზეა აწყობილი, ანუ მსგავსი თქვათ შეიძლება მათ სხვანაირი თავდაცვის სისტემები გქონდეთ კიდევ ამ SCADA სისტემებზე, მაგრამ მსგავსი ტიპის სისტემებია და რა არის ეს, რას ნიშნავს SCADA სისტემა? ეს არის აი SCADA მართვის სისტემებია, რომელზეც ასე ვთქვათ, აი ეფუძნება დიდი ელექტრო, აი მაგალითად დიდი სახელმწიფო, ასე ვთქვათ, კრიტიკული ინფრასტრუქტურები, ხო, შენდება, აი ქარხნები შენდება ამაზე, ასე ვთქვათ, ელექტროსისტემები შენდება და ასე შემდეგ, აი მაგალითად ციფრული ტექნოლოგია, მაგალითად, აი როდესაც მაგალითად იქაც SCADA სისტემებზე მოხდა შეტევა, როდესაც Stuxnet-ზე ირანის ბირთვულ სადგურზე, ნატანზის ბირთვულ სადგურზე რომ მოახდინა მაშინ ეს შეერთებულ მასშტაბებში. არ არის ირანი როგორც იძახის ებრაელებმა და ისრაელმა და ამერიკამ ერთობლივად გაუკეთეს ებრაელმა და ასე ვთქვათ ამერიკელმა ჰაკერებმა, მაგრამ დღემდე არავის არ უღიარებია, მაგრამ ფაქტია ვისგანაც გაკეთდა ეს. მაშინაც იქაც SCADA სისტემებზე მოხდა შეტევა და ძალიან მცირედ პრინციპში გადაცემის დრო იმდენად ვრცელია ეს თემა. ხო, მოკლედ აი მაგას ვსაუბრობთ, რომ პარალელები გავაკეთოთ მაინც აი მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში რა მდგომარეობა გვაქვს. რა სტრუქტურები უნდა არსებობდეს საქართველოში, რა არსებობს მაგალითად აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში და აი რუსეთზე ბევრი ვისაუბრეთ. სხვათა შორის და ჩვენთან თუ ძალიან სავალალო ბოლო ერთი შეკითხვაც, ანუ ქართულმა ოცნებამ, რა თქმა უნდა პოლიტიკური თვალსაზრისით არ მინდა გკითხო, მაგრამ მაინც ქართულმა ოცნებამ შეიტანა ინიციატივა, საპარლამენტო ინიციატივა, კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც
IT სფეროში დასაქმებულ უცხოელებს ეკნებათ შესაძლებლობა, რომ საქართველოში ბინადრობის უფლება მოითხოვონ 3 წლით გაიხანგრძლიონ, 4-ჯერ მოითხოვონ და საუბარია 12 წლის განმავლობაში რომ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც IT სფეროში იქნებიან დასაქმებულები. რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს, რა ეფექტები შეიძლება ამ ქვეყანას მოუტანოს და ზოგადად რასთან გვაქვს საქმე, რაში გვჭირდება უცხო ადამიანები, რომლებიც არიან IT სფეროში დასაქმებულები, ადგილზე ჩვენ არ გვაქვს ეს სფერო განვითარებული, არ გვაქვს არათუ IT სფერო და არც კიბერუსაფრთხოება, არც ხელოვნური ინტელექტი და ამ დროს ვიღაცებს უღებთ კარს და ვეუბნებით, რომ მოდი იცხოვრე საქართველოში და ჩვენთან იმუშავე, ვინ უნდა მოვიდეს ჯერ მარტო რომ წარმოვიდგინოთ ისეთი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც მაღალ ანაზღაურებადია საქართველოში, რატო ჩამოვა და დაჯდება ისეთ ქვეყანაში, საიდანაც მაგალითად ზუსტად ვიცით და დადგენილი ფაქტია, აი შორს არ წავალ აფგან მუხთარლის საქმე, ჟურნალისტის, რომელიც საქართველოში თბილისის შუაგულში გაიტაცეს, გადაიყვანეს აზერბაიჯანში და ასე შემდეგ. ანუ კიბერუსაფრთხოების სფერო ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და კრიტიკული სამიზნე არის მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, სჭირდება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, ამიტომ საქართველოს, სადაც ესეთი პიროვნებები დაუცველები იქნებიან, ვისთვის შეიძლება იყოს სახარბიელო თუ არა მარტო რუსეთისთვის და რუსეთიდან წამოსული კიბერ სპეციალისტებისა და რაღაცა ჰაკერებისთვის, რომლებიც აქ ჩამოვლენ, იცხოვრებენ უპრობლემოდ და თავის სავარაუდოდ და ბინძურ საქმიანობას საქართველოსთან განახორციელებს. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები ლექსო, ეს კანონში შეიტანეს ცვლილება უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ არის საქართველოს კანონი და იქ შეიტანეს სწორედ ეს ცვლილება და როდესაც ეს ცვლილება შეიტანეს, ანუ აქ აბსოლუტურად არ არის დაწონილი თუ რა ეკონომიკური ეფექტები ექნება, სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ. არ არის აწონილი და დაწონილი უსაფრთხოების საკითხები, ხო? უსაფრთხოების საკითხი ჩვენაირი ქვეყნისთვის არის განსაკუთრებული. ანუ აქვე შეგვიძლია საქართველოში დავისვათ ჰაკერები, კი ბატონო, რომლებიც აქედანვე დაგბომბავენ რა. კი ბატონო, დაგბომბავენ ესეთი გაგებით. კი ბატონო, ჰაკერულ შეტევებს განახორციელებენ. კი ბატონო, თან მერე აი ასე ვთქვათ, სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ირიდებს რუსეთი. თქვენ იცით, აი მაგალითად როგორი მიმართულება აქვს რუსეთს. არც ერთი კიბერშეტევა, რომელიც გააკეთეს რუსმა ჰაკერებმა, რუსეთის სახელმწიფო თავის თავზე არ აიღო. აი ის დიდი რუსი ჰაკერების ჯგუფები APT28, APT29, რომლებმაც მსოფლიოში სასწაული შეტევები მოახდინეს გერმანიის საჩვენებზე, საფრანგეთის საჩვენებზე, შეერთებული შტატებზე, თავდასხმები და ასე შემდეგ. ერთადერთი რითიც ამას ადგენენ ხოლმე, რომ ესენი არიან FSB-სთან და გერეოსთან შეზრდილები, რაღაც კოდების შედარებას ახდენენ სპეციალისტები და ასე ვთქვათ, იდენტური კოდი თუ დაიჭირეს, ან იდენტური რაღაცა კოდში პატარა ერთი სიტყვა, ან ერთი რაღაც სიმბოლო თუ დაიჭირეს, ამით ადგენენ და თორე ესე რუსი ჰაკერები არავინ არ ამბობს, რომ ეს ჩვენია. ეხლა ამით ერთგვარად რუსეთის სახელმწიფო პასუხისმგებლობასაც იხსნის. ერთ მხრივ საქართველოს დაეკისრება პასუხისმგებლობა, რომ აი საქართველოსთან მოხდა კიბერშეტევა, თუ რაღაცა გააკეთეს, საქართველოში იქნება კოლ-ცენტრები, საქართველოში საქართველოს იქცევა. ერთის მხრივ აქ იქნებიან, აქაურ რესურსებს გამოიყენებენ და შემდგომ პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება პასუხისმგებლობის საკითხი ჩვენ დაგვეკისრება. მეორე ამბავია ის, რომ ეს პასუხისმგებლობას ირიდებენ. აი შევხედოთ კიდევ ერთ მარტივ რამეს, როდესაც მაგალითად ჩვენაირ ორგანიზაციებს, ასე ვთქვათ, დევნის პირობებში აქცევენ და ასე ვთქვათ 1000 შემზულდავი კანონი შემოდის ქვეყანაში, თუნდაც აი ეს ფარა რაც ახლა შემოიტანეს და იძულებულს ხდიან, რომ ან ორი გზა გაქვს, ან ქვეყნიდან წახვიდიან, ციხეში გაგიშვან. ამ ვითარებაში ადამიანებს აძლევენ, წარმოუდგენენ გაურკვეველ ადამიანებს, რომლებიც არც ეკონომიკას არ გაზდიან, მე შენახსენე ლექსო, რომ ინდუსტრია მიმართულებით არ აქვს აბსოლუტურად არ არის განვითარებული, არც არაფერს განავითარებს ეს მიმართულება, აი ამ ადამიანების შემოშვება 4-ჯერ შეუძლიათ გაიხანგრძლიონ 12 წელი, ანუ 12 წელი გამოუვიდეს.
არც არაფერს არ გვაძლევს, აი მაგალითად სომხებს რაღაცა სომხურსელი კონვერსია ეძახიან, გიუმრიში აქვთ ეს რაღაცა თავისი პროექტები ამ მიმართულებით, თურქებს აქვთ, რუსებს სამხედრო ინდუსტრიული მიმართულებით, ბევრი პროექტი აქვთ, თუნდაც კიბერუსაფრთხოების, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ჩვენ აბსოლუტურად არაფერს არ გვაძლევს ეს არც ეკონომიკური მიმართულებით. კიდევ ახსენე უსაფრთხოების მიმართულება აბსოლუტურად ასე ვთქვათ შეუსწავლელი ჩვენთვის ალბათ თორე ხელისუფლება ვინც ამას აკეთებს და ვინც ამას ასე ვთქვათ ეს ინიციატივა წარადგინა მათ ალბათ ის რისკებიც გათვალისწინებული ექნებათ და დათვლილი ექნებათ რას გამოიწვევს ეს მაგრამ ამას აკეთებენ ამ შემთხვევაში შეგნებულად აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს გამენ კი ეს არის $25,000 აქვს შემოსავალი ახლა იმან რა ეკონომიკური ეფექტი უნდა შექმნას ქვეყანაში ხო კი ბატონო კი ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი თავიდან ბოლომდე რადგან კაცმა არიცის კიდევ რა რეპუტაციული ზიანი მოგვადგება ქვეყანას. უღრმესი მადლობა ოთარ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. გულიმწყდება რომ მეტი დრო არ გვაქვს, თუმცა იმეც ვიტოვებ რომ ქართული მედია ჯგუფის პროექტები, მეტალაბი და გადაცემა ალგორითმი გრძელდება და კიდევ გვექნება იმის შესაძლებლობა რომ მსგავს საკითხებს შევეხოთ. ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე და მოდი კიდევ ფინალისკენ ერთხელ კიდევ ისევ ChatGPT-ს დავეკითხე საქართველოში თუ არსებობს რამე სტრუქტურები, ოფიციალური ან კერძო სტრუქტურები, რომელიც მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და გითხრა რომ არსებობს მხოლოდ კერძო ინიციატივები, მიჩვენა რამდენიმე ბანკი, მიჩვენა კომუნიკაციების კომისია, რომელიც ნუ ეხლა სასაცილოა რომ კახაბექაურის კომისიამ რამე ეფექტიანი საქმიანობები გასწიოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ეს არის კომისია, რომელიც იბრძვის ფაქტობრივად მედიის წინააღმდეგ და დამოუკიდებელი რუსეთის რუპორია ამ ქვეყანაში. ეს გამორიცხულია რომ ამ კომისიას მივანდოთ, ნუ სამეცნიერო ჯგუფები დამისახელა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ქონია როგორც ჩანს კოლევითი ცენტრი კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტს ასახელებს აქ და ნუ კერძო სექტორი ისევ საბანკო სფერო, რომელიც ყველაზე აუწყოს თანამედროვე გამოწვევებს. კი და ყველაზე სავალალო ის არის რომ როდესაც აი მსოფლიოში შედის უკვე იმ ეპოქაში იმ გარდამავალ პერიოდსაც გადის და გადადის უკვე 1 წლის მერე, უკვე 2 წლის მერე თუ ჩვენ სათანადო მზაობა და ცოდნა არ გვექნება, მე ვფიქრობ რომ აი პირველ ყოფილი ადამიანების მდგომარეობაში აღმოჩნდებით იმდენად იმ როდესაც აი ეხლა მაგალითი აი 1 კვირის წინანდელი 5 დღის წინანდელი მაგალითი როდესაც აი ეს თვალწინ გვიდევს რაც გააკეთა ეხლა უკრაინამ რუსეთთან და როგორ შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა ასე ვთქვათ ხო აი შედეგი მდგომარეობა ომის ფრონტის ხაზზე და ჩვენ ამ დროს ჩვენთან ერთადერთი ეხლა რაც ვითარდება ეს არის ჯერჯერობით გენერაციული ინტელექტი აი ვიღაცამ რაღაცა ვიდეო დაამონტაჟა გრაფიკული რაღაც შექმნა პოსტერი გააკეთა რაღაც პრეზენტაცია შექმნა და ასე შემდეგ კიდევ ვიძახი ხო ChatGPT და ეს დიდი ენობრივი მოდელები გამოიყენა რაღაცა პირად საქმეში მაგრამ როდესაც უკვე აი ამას ვიძახი 2-3 წელში როდესაც უკვე მსოფლიო სადღაც 100 წლით გაგვასწრებს და ჩვენ რო აი ამ სიგიჟიდან გამოვალთ რას და აი ამ სტრესიდან რას დღეშიც ეხლა დღეს ქართული ოცნება გვაქცევს აბსოლუტურად აღმოჩნდებით აი გამოქვაბულის დონის ადამიანების ქვეყანასთან რომელიც აბსოლუტურად ყველაფრისთვის მოუმზადებელი იქნება არ გვექნება სარადარო სისტემები არ გვექნება თავდაცვის სისტემები არ გვექნება კოლევითი ცენტრები არ გვექნება არაფერი არ გვექნება განათლების სისტემა მე ვთვლი რომ წინა გადაცემაშიც ვახსენე და ძალიან საინტერესო იქნება ალბათ 5 წლის პერსპექტივიდან ასე ვთქვათ რომ გავიხედოთ წინ ძალიან საინტერესო იქნება ალბათ პოლიტიკური მოწყობის ფორმაც მე აღარ ვფიქრობ რომ ისევ შეიძლება 150 პარლამენტარი ყავდეს ან სახელმწიფოში ზუსტად ეს სამინისტროები იყოს და კატასტროფა როდესაც აი ამ დღესდღეობით ტექნოლოგიების სამინისტრო არ გაგაჩნია ქვეყანას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ტექნოლოგიები არაფერი ხო მსგავსი მიმართულებით სამინისტრო არ გაგაჩნია და არც რა ვიცი დაწესებულება არ გაგაჩნია არა თუ სამინისტრო არც დეპარტამენტი არაფერი არ გაგაჩნია ანუ
ამას აკეთებენ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაუაზრებლად ხდება რა და არ სჭირდებათ. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს იმისათვის შეგნებულად, რომ გამოხაბულის მდგომარეობაში დაგვტოვოს და ასე ვთქვათ მოგუწყვიტოს ყველაფერს შეშველი კი მოგწყვიტოს ყველას და ყველაფერს და სად ვიქნებით კაცმარიცის რაღაცა მეტეორივით რა ვიცი ამოვარდნილი რეალობიდან სხვა შანსს არ გვიტოვებენ უღრმესი მადლობა მადლობა მეტალებს მადლობა ქართულ მედია ჯგუფს მადლობა გადაცემა ალგორითმს